და მე არ ვილაპარაკებ შემოქმედება მისი ყველაფერი გაცემია და ჩვენ ადამიანები ვერ გავუწევთ საჭირო მოდელზე იყო არა მართალი ადამიანები პირგზით შეამოსული იასავიდან იყო ესეთი სულთა და ულალალი ადამიანები და მე თქვა დავუმკვიდრა სასწავლოში ადგილი მას და თავისი კვალიტატელი გააურო პოეზიის და პროზის, კინოს თავისუფლ მინდვრებში მანდა მე თქვა შეიცავს მის სულს და ჩვენ შეგვიძლია რომ მის შემოქმედებას მის როგორც მთაში იყვნენ დამრჩენა მოგონი უსუსლოს მე თქვა და მის ოჯახს მოვიფეროთ მე თქვა დაგულსოთ და მადლობა მოგზაურობთ ალბათ ეხლა მაინც გამენთვლიანი არ იქნება ვისაუბროთ მის შემოქმედებაზე უბრალოდ როდესაც ვიცოდი რომ უნდა მომსულიყავი რაღაცნაირად გადავავლე ყველა იმ ფაქტს რაც მაკავშირებდა ამ უდიდეს ადამიანთან და მახსოვს პირველი შეხება პატარა ვიყავი სენაკის ავტორს სენაკში ველოდებოდით მატარებლს და კინოთეატრში ვნახე პირველად ბაგუხეველი ხევსური რომელმაც მაშინ ჩემზე ბავშვზე ძალიან წარუშელი კვალი დატოვა და ეს დღები სულ ფიქრობდი და ერთმა მოაზროვნემ თქვა რომ პირველად იყო სიბრძნე მერე იყო გამოცდილება და დღეს არის ინფორმაციაო და მართლა დღეს ყველაფერზე გვაქვს ინფორმაცია მაგრამ რაღაცნაირად ადამიანები მომწყდით ალბათ იმ სიბრძნეს რაც ღმერთმა გვიბოძა სულ და ეს ფილმები და ეს ფილმიც მათ შორის ბოდერძის ფილმები არის ამ რაღაცნაირი სიბრძნის მატარებელი და არასოდეს ძალიან ბევრი დაწერილა და თქმულა მის შემოქმედებაზე მაგრამ ალბათ აი რაღაც ახლებური ხედვა მისი შემოქმედების იქნებოდა ის რომ ყოველთვის კინომცოდნეები და ხელოვნებაცოდნეები ცდილობთ ხოლმე რომ რაღაცა ჩარჩოში მოვაქციოთ ესა თუ ის შემოქმედი და მისი შემოქმედება მიუსადაგოდ ვთქვათ რაღაც სატირის ჟანრს, გროტესკს, პოეტურ კინოს, მაგრამ ბოდერძის შემოქმედება ცდება ყველა ამ ჩარჩოებს და ეხლა ვფიქრობდი რაღაცა სალოსი ადამიანის თითქოს რაღაცა გამოვლინება ხო აი ეს მისი შემოქმედება და აი რაც დღეს ძალიან მოდაში შემოვიდა იგივე აი მუსიკაშიც ხალხური ფოლკი აი ეს სახალხო ნათქვამი მოიტანა ჩვენამდე და ძალიან თამამად შეიძლება ითქვას ახლა აი ვიხსენებდით კინოს ისტორიას გადავავლეთ კიდევ ერთხელ თვალი და ვფიქრობდით აი მსოფლიო კინოს ისტორიაში ანალოგი ასეთი შემოქმედების და აი ძალიან თამამად შემიძლია თქვა და ბედნიერი ვარ რომ დღეს კიდევ ერთხელ ჩამაფიქრა ამ ფილმმა და მივხვდი რომ აი მსოფლიო კინოს ისტორიაში არ აქვს ამ შემოქმედს ანალოგი უბრალოდ ჩვენ ადამიანები სამწუხაროდ ქართველებს გვაქვს ეს თვისება რომ ჯერ სხვა უნდა აღიაროს რომ მე ჩვენ დავინახოთ როცა გვერდით ყავდა და სამწუხაროდ ჩვენ ალბათ ვერ ვაფასებდით ჯერ უნდა და ვერ ხედავდით მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან აი ეს შტრიხი მისი შემოქმედების რომ ეს იყო აი სახალხო თქმის ჩვენამდე მომტანი აი რაღაცა მისთვის ჩვეული სულად განსხვავებული ფორმით აი არ შეიძლება რაღაცა კინომცოდნურ რაღაც ჭრილში მოაქციო და განიხილო მისი შემოქმედება. აი უბრალოდ კიდევ ერთხელ ადამიანები ალბათ უნდა დავფიქრდეთ იმაზე, რომ რა არის ჩვენი პირველესი ალბათ ვალი თუ ღირები ისთვის ცხოვრობთ საერთოდ. აი ყველა ფილმი ამაზე ფიქრით არის გაჯერებული და ალბათ აი ვეღარ დაიტია ამ ხელა საფიქრალი, იმიტომ რომ აი როგორ შეიძლება ერთ ადამიანს ამ ხელა რაღაცა ეტარებინა, უბრალოდ რა ვიცი. კარგი იქნებოდა თუ რეტროსპექტივაც
იქნება მე პერსპექტივების რომ ახალგაზრდობამ ნახოს. ხო, იმიტომ რომ დავით. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, არც ვიცი რა უნდა ვილაპარაკო ხა რაღაცა კრიტიკის ჭრილში შემოქმედებას ნამდვილად ვერ განიხილავ, იმიტომ რომ ჯერ ჩვენ თითოეული ჩვენთაგანი უნდა მივიდეთ ალბათ იმ ფილოსოფიურ აზროვნებამდე, როგორი ფილოსოფიური აზროვნებითაც კოდერძი აზროვნებდა. კიდევ ერთხელ მადლობა მასთან. თქვენც მადლობა. მე მგონი ძალიან კარგი იქნება თუ დავაზისით და ჩავთვლი იმაში. ხო თუ რამე მითხრები გაქვთ ან რაღაცა თქვენი აზრი რომ ამოთქვათ, ამის პოზიტიური იქნება. რაც შეეხება კინომცოდნების აზრს, რომ მომისმენია არაერთი ქართული კინომცოდნის აზრი, როდესაც შემოქმედებასთან დაკავშირებით. არის ურთიერთგამომრიცხავი, მაგრამ ეს უკვე კარგის ნიშანია, როდესაც ის შემოქმედება იწვევს კამათს, ესე იგი ეს ნიშნავს, რომ ის აღძრავს ყურებაში ისეთ რაღაცებს, რაც იწვევს ყურიდან კამათს და არა ის არის რა, ახლა საუბრობთ იქ, რომ არაერთგვაროვანი შეფასებას, ერთგვაროვან შეფასებას ვერ მისცემ კოდერძის შემოქმედებას. იქ არის ძალიან საინტერესო ინფორმაცია, რომ გავამახვილო, საერთოდ თუ გაქვთ ნანახი კოდერძის სხვა ფილმები, ყურადღება არის გამახვილებული მსხვერპლ შეწირვაზე საერთოდ. არის რამდენიმე ფილმში არის, რომ მათგანს წირავენ საერთოდ, მე არის გმირი, რომელიც თავს წირავს. ანუ ეს სამხედროების ნაწილია, მე ასე ვფიქრობ, კოდერძის რომ მსხვერპლ შეწირვის გარეშე ვერ მივახცევთ რა, არ უნდა დავიღოთ აუცილებლად ეს რაღაცა სისტემა. ეს არ არის რა თქმა უნდა, თუ არ დაიხარჯე ბოლომდე, ანუ ეს ნახობს ვერ მოგცემს რა და შეიძლება აი კოდერძის ეს ცხოვრება და მისი პიროვნება სწორედ განაპირობებს აი თავის შემოქმედებას და მე ვფიქრობ, რომ ამ ხრივაც ფასეულია და ღირებულია და სათანადოდ ჩვენ ქართველებს არ აქვს დაფასებული და მე მგონი კარგი ტენდენცია ძალიან მოუწონს, რომ ახალგაზრდებს ძალიან გაინტერესებს ეს შემოქმედება. ამოუწურავი, აი რაღაცა სკივრი არის, ესეთი რომელსაც შეიძლება რაღაცები ამოიღო და არ თავდება. იმდენი მეტაფორა, იმდენი ახსნა შეიძლება გაუკეთო თითოეულ კადრს. რა ვიცი, აი თუ ჩაერთვები თქვენს უფრო კარგი იქნება მე მგონი. შეიძლება თვითონ დიახ. Bulis dacvadaსაც ვერ დავარქვევ. შეიძლება ეს რაღაც მართლა გამოჩეული ფენომენია კოდერძი და ამიტომ ამ კუთხით თუ ვილაპარაკებ. ასევე კინორეჟისორები, თუნდაც ეს ფილმი, რომელიც 1993 წელს გადაიღო კოდერძი, მანამდე იყო რომანი და ასოციაციურად ძალიან ახალგაზრდა იყო კოდერძი, როდესაც ეს რომანი დაწერა ადამიანთასთან და კრიტიკის ხარჯებში გაატარეს მწერალთა კავშირში რომანი. ფილმი გადაიღო და ასევე კრიტიკა გამოიწვია. კოდერძი არასოდეს არ უარყოფდა კრიტიკას, თუ ის მისაღები იყო მისთვის. კოდერძი იყო სამსად თავმდაბარი და სამართლიანი ადამიანი. მე პეზაროში, იტალიაში ტარდება ფესტივალი, ყოველწლიურად ფესტივალი, სადაც მსოფლიო კინომცოდნეები ეცნობიან ახალ ფილმებს და ხდება მე მათი განხილვა დარბაზისთვის თქვენიცით ეს ახალი და იქ წარდგენილი იყო გიორგი შენგელაიას ფილმი ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა და კოდერძის შოხელის ადამიანთა სერდა. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში აი ასეთი მძაფრი რეაქცია მოყვა, ну იგივე სიუჟეტთან დაკავშირებით თქვენ რაღაც რეაქცია ძალიან ნერვიულობდა თუმე კოდერძი და ეს ფილმის ჩვენებიდან 15 დამთავრება საბათ 15 წუთი აყო რომ მივიდა დარბაზში. მანამდე არ მივიდა. იმდენად ხოჯელავდა და ფილმს თარგმნიდა იტალიელი ქართველოლოგი ლუიჯი მაგაროტი, რომელსაც კოდერძის თანახვაზე უყვირია, მოდი ბიჭო კოდერძი ნახე რა ხდებაო და მთელი დარბაზი
ფეხზე ამგარი უკრავდა ტარს. აი ზუსტად ეს იყო იმ პერიოდში საერთოდ ქართული აი ჩვენ როდესაც სწავლობდით საერთოდ და როდესაც ვასწავლინე როგორ უნდა განიხილო ფილმი იყო რაღაცა მოცემული კლიშეები რომელშიც აუცილებლად უნდა ჩაგესვა რატომაც აი ეს ითვლებოდა მოცემულობა და ზოგადად ესე იყო აი ჩვენი კინომცოდნეობის სკოლა აი ყოველთვის ცდილობდა რომ რაღაცა ესათვლის სურათი რაღაც კონკრეტულ ჩარჩოში მოექცია და გოდერძი ცდებოდა ამ ჩარჩოებს გოდერძი ძალიან გაუსწრო დროს იმ პერიოდში აი ესეთი აზროვნება იყო წარმოუდგენელი რასაც ვერც მოედავებოდი აქ არ იყო რაღაცა პოლიტიკური განაცხადები ამიტომ ვთქვათ აქედან წუნს ვერ დაუდებდი მაგრამ ეს იყო იმხელა რაღაც აი თავისუფლების ამოხეთქვა და ისეთი აი მართლა ადამიანური თავისუფლება ალბათ რასაც ქვია მის ფილმებში და შესაძლოა ადამიანი რომელიც მე სულ ესე მეჩვენებოდა რომ ადამიანი რომელიც თვითონ არ არის ალბათ ესე თავისუფალი აკომპლექსებს სხვისი ესეთი უსაზღვრო თავისუფლება ხო და თვითონ გოდერძიც ხო ისეთი ადამიანი იყო ძალიან ზედმეტად მოგზაურებული და ადამიანები ყოველთვის რაღაც წილად თავის აპიარებენ ხოლმე თან ჩვენთან ეს ძალიან უყვარს და ალბათ აი ამიტომ იყო რომ ინსტიტუტშიც მე მახსოვს რომ ყოველთვის ჭრილში იდგა აი არასდროს არ ახდენდა საკუთარი თავის აფიშირებას თუმცა საბედნიეროდ პრიზები არ აკლდა ყოველთვის საზღვარგარეთ არ აკლდა გოდერძის შემოქმედებას თქვენ ნახეთ გამოფენილიც იყო ყველა ფილმზე წარმოდგენილი პრიზები უბრალოდ ალბათ ეს იყო მიზეზი რომ დროს გაუსწრო და დღეს მგონი დადგა დრო როდესაც უფრო კარგად იქნება ალბათ გაგებული გოდერძის შემოქმედება და აი ერთი რაღაც მინდა მაგალითად ვთქვათ, აი თქვა გოგი მახარია იყო, ხა თუ დავასახელებ ცნობილი, რომელიც აი ძალიან კრიტიკებდა გოდერძის, აი გოგი, ნუ ხა თვითონ არის ესეთი ადამიანი, ეთყობა აღილის ის მიღწევ თავისუფლება ესეთი იყო, აი ნუ პირდაპირ ამბობდა, ხა ზოგი ვერ ამბობდა. და პირველი ერთად აი რაც იყო ერთ-ერთი იყო, ამბობდნენ რომ ეს არ არის კინო. აი გოგისთან პირადად მოგვარია და პირადად სკოლაში საერთოდ კინო არ არის. და ეს არისო აი ლიტერატურულ კინოს ეძახდნენ მაშინ, ანუ ლიტერატურული კინო. და აი ამაზე მაინტერესებს სწორედ ეს არის ლიტერატურული კინო. მე ცოტა შორის. აი მისმენია ეს გენიალური იტალიელი რეჟისორი პაზოლინი და მასაც ამბობდნენ რომ ეს არ არის რეჟისორი, ეს არის ლიტერატურული კინო. იცით რა მე მგონი ეს არის თხრობის კინოენის რაღაც თავისებური მანერა არის რაღაც ძალიან ისეთი არის. უბრალოდ ეს ისევ არის ის რომ საერთოდ ჩვენ ვყავს კინომცოდნეები ზოგადად რომელსაც ზოგიერთი სამწუხაროდ საერთოდ ქართული კინო არ უყვართ და ქართულ კინოს არ აღიარებენ. ეს ტენდენციაც არის და აი ეგ არის ზუსტად გულსარკენი როდესაც ფილმი ცდება ქვეყანას, მე იქ აღიარებენ და მე ძალაუნებურად უნდა ჩვენც ვაღიაროთ. ეს ცუდი ტენდენცია ზოგადად, ნუ რაღაც მომენტებში არსებობს, მაგრამ რაც შეეხება აი ლიტერატურულ კინოს, გოდერძიზე ხშირად ამბობდნენ, რომ ეს არის პოეტური კინო. ნუ რაღაცა ეს ერთმანეთს უკავშირდებოდა. უბრალოდ ალბათ ის არის, რომ მე როგორ დავიწყე აღნიშნე დასაწყისში, რომ გოდერძის კინოს დღემდე ვერ შეერჩა რა არის აი სტატუსი, ხო და სოფლიოში ფაქტობრივად არ არის ანალოგები, რომ ეს რაღაცა სტატუსით განიხილო. აი ისევ და ისევ ეს არის ფილოსოფია ალბათ კინოენით გადმოცემული. და ბატონმა ზაზა აბზიანიძემ თქვა, რომ აი კინო ისე ღრმად ვერ გადმოსცემსო, კინო მაინც უფრო ესეთია სახიერი და კარგად ვერ გადმოსცემსო და სწორედ ეს იყო, რომ აი ფილმში შეძლო გოდერძიმ რომ ეს გადმოეცა. ახლა ამ ფილმს უყურებ მთელი ფილმის მანძილზე ჩვენ ყველას გვეცინებოდა, ხო? თუმცა რომ დაუკვირდეთ იმ თემას, რასაც ჩვენ ახლა უყურებდით,
არაფერი თითქოს სასაცილო არ იყო, მაგრამ აი ზუსტად ეს არის გენიალობა, რომ შენ მოახერხო ასეთი სიმსუბუქით თან ცხოვრებაზე ააფიქრო ადამიანი რაღაც მომენტში ატირო, მაგრამ ეს ძალიან სუბუქად მიაწოდო. თითქოს გროტესკიც არ იყო ეხლა ეს ყველაფერი, ხო? ანუ აი ამაში იყო ზუსტად მისი გენიალობა, ალბათ მე ვიტყოდი ესე და ისი არის ახალგაზრდების აზრი საინტერესო იქნება. მე კიდევ ერთი რაღაცა შეგვიჭირა ძალიან საინტერესო, რაც გავიხსენებ. რაც ფილმი წინასწარმეტყველებაა თითქოს, რაც შემდეგ განვითარდა ამ რა მდგომარეობაში ჩვენ შემდეგ გამოვში ქართველები და საქართველო, აი რაღაც ნაცინასწარმეტყველებია ფაქტიურად რა, ეს საოცარი რაღაცა. ეს არის სწორედ ის სიღრმე და ის აი გოდერის შემოქმედება ფილმს რო უყურებ, ისეთი ჯერ ესეთი დინამიკა არის სხვანაირი და რაღაცა მედიტაციაში გადაყავ, რაღაცა გაფიქრებს, რაღაც ფილმებში ჩაკავხარ და აი რაღაც აღმოჩენებს აკეთებ. ხო, სხვასამხატვრო არის და მე მგონი აი ახლა ერთი ხელის მოსვლა დააკვირდით, აი ბოლო ეპიზოდი, სადაც ეს ხალი აჩენს შვილს, ხო? აი ყველაფერი იყო ამით ნათქვამი, ყველაფერი ის ადამიანური ურთიერთობები, რაც ვახასიათებს ადამიანს, რაც არ იყო თვალდათვლილი ნაჩვენები, მაგრამ აი ქვეტექსტი იყო, ყველაფრის ქვეტექსტი იყო, ყველანაირი ადამიანური ურთიერთობების, აქ იყო სიყვარულიც, აქ იყო ნებაც იყო, ყველაფერი იყო, რაც თითქოს პირდაპირ ტექსტი ღიად არ ჩანს, მაგრამ ეს უნდა დაინახო, ეს უნდა ამოიკითხო იმ რაღაც პატარ-პატარა მინიშნებებში, რაც არის ამ ფილმებში. და ეს რაღაც თითქოს ერთი შეხედვით კარნავალურობა, მონაწილეობაც, დარდისების, აი სიხარულის და ყველაფრის იმდენად სავსე არის და იმდენად ბიურიზმი აქვს და კი არის სიმბოლოს, აქ ძალიან ბევრი ახსნა აქვს და ეს ბიბლიური გმირის ძიება, საერთოდ აი გმირის ძიება და აი ეს ბოლო ეპიზოდი, რომელიც წარმოიშვის ეპიზოდი, აი მერე განვითარდა უკვე ლუკას სახარებაში, აი ძალიან საინტერესოა თუ ამ ფილმსაც ნახავ. საბედნიეროდ ხელმისაწვდომია დღეს ასე თუ ისე ფილმები, ჯეოსინემას გვერდზეც დევს ძალიან ბევრი ფილმი, რომლის ნახვაც შეიძლება და ძალიან საინტერესო. საერთოდ აი ჩემ სტუდენტებსაც ეხლა მერიტება ამას რომ ლაპარაკობ, მაგრამ აი ერთ რამეს ვიტყოდი, რომ ჩემ სტუდენტებს ყოველთვის როდესაც ველაპარაკები კინოზე, სულ ვთხოვ რომ არ უყურონ როგორც აი სიუჟეტს და ჩვენ ქართველებმა რაღაცნაირად აი სიამაყით უნდა ავირსოთ, რომ აი ჩვენ ესეთი რეჟისორი ყავდა და ალბათ ყველას ვალია, რომ აი რაც შეიძლება ნახოთ მის შემოქმედებას გაეცნოთ და ჩვენი თვით შეფასება უფრო აიწევს და უფრო ალბათ ადვილი იქნება რაღაცაზე ფიქრი და საერთოდ ცხოვრებაზე ფიქრი. აი საერთოდ დაკავშირებით დამთავრდა გოდერის იყო გამორჩეული რეჟისორი, რომ საქართველოს სცენარების მიხედვით იღებდა და ის რასაც წერდა უკვე ხედავდა ფილმებში და დარჩა უამრავი სცენარი თან გადამონტაჟებული. ერთ ფაქტზე მინდა გავამახვილო კიდევ ყურადღება. გოდერის თავის ფილმებში ხშირად იღებდა არაპროფესიონალებს, თავის ძალოებს, მეზობლებს და უნდა ითქვას, რომ არაჩვეულებრივი სახეები შექმნეს. ვისაც უნახავს ფილმი „ადგილის დედა“, ის გოდერძის ბებია, ძალო სოფიო. აი ამ ფილმ „ადგილის დედა“ 1991 წელს ობერჰაუზენის საერთაშორისო ფესტივალზე გაიმართლა. ფურორი მოახდინა და კაპიტანი ლანა მოგობერიცი ამბობდა, რომ ვერაფრით ვერ ვაჯერებდი ჟიურის წევრებს, რომ ეს ხმიერი ქალი არ იყო სოფელ ჩოხს არ იყო გაცილებული. და ეს იყო უდიდესი ჯილდო, არა მარტო ქართული კინოს გამარჯვება, ეს გოდერძისთვის იყო რაღაც საოცარი და აი ამ ფილმში სწორედ ადამიანთა სერდა დომინაციად ყურადღება ეს მოხუცი ქალი რომ კვდება. შეკითხებს რომ შვილს რომ უძახის ბოლოს. ხო, ეს ქალი გოდერძი გზაზე იპოვა. მოხუცი ქალი იჯდა და ვაშლებს ყიდდა, თავისმა ვაშლს ყიდდა. და უთხოვია რომ ბებო წამოდიო და ფილმში მინდა გადაგიყო და არა სირცხვილია ქალაქში შვილები მყავდა და რა სიტყვია გოდერძი პირდაპირ კაცი იყო და ის უფრო სირცხვილი არ არის აფაროზე ხარა და გადაიყო ფილმში და აი ყოველთვის მაოცებდა როგორ თამაშობდა ეს მოხუცი და ვინ არის მეოთხარი ესეც ძალოა თუ
არა, გზაზე ვიპოვებო და მომეყვა მე ეს ისტორია და ახალგაზრდებისთვისაც ძალიან საინტერესო იქნება ის სიკვდილის რომში იცანი ხალხი ლადო გუნდულია. მე პატარას კიდევ ხო ის ძალიან კარგია ლადო. და ეს პროფესიონალი ვიდა არა Mai არის ხოლმე იგრძნობა ზღვარი, რომ მოგზაურობა ყარაბაღში რომელიღაც კონცერტი საუბარია. აი აქ იცი რაღაც წაშლილია თითქოს ეს ზღვარი საფიობებს და იმაში. აი ძალიან ხშირად არის ხოლმე ესეთი აი ჩვენ ხშირად ვამბობთ ხოლმე რომ აი ეს მსახიობი ვერ გამოიყენეს ან აი რაღაც ჩვენი მსახიობები და სულ ეხლა მით უმეტეს ხშირად რომ ვიკრიბებით და ქართული კინოს პრობლემებზე როცა ვსჯელობთ ხოლმე ვამბობთ რომ აი რაღაც სასახიობო სკოლა არ გვარგა რაღაცა ფინანსები არ გვაქვს ეს არ გვაქვს ის არ გვაქვს მაგრამ ყველაზე დიდი ტრაგედია ალბათ ჩვენი ეხლა არის ის რომ ჩვენ სათქმელი აღარ აქვს თუ რაღაც აი პოტენციალი აღარ არის თორე აი რეჟისორების პრობლემაა ვიდრე მსახიობების ხო შეიძლება აი თენგიზ აბულაძის ფილმში სამბოჩემის საერთოდ გადავედი მაგრამ აი ყველანი ისე არაჩვეულებრივ თამაშობენ იმიტომ რომ რეჟისორმა აი ნანი რეგვაძე სულაც არ იყო ნიჭიერი მსახიობი მაგრამ რეჟისორის მელოდიაში კი არა და რა ქვია ის მაგ ფილმში რატო დავიწყე უკაცრავად იქ ახმოვანებს ანუ სამკაულის თათბოსათვის მან ეხლა არაჩვეულებრივი როლი შექმნა ანუ რას ვამბობ რომ აი გოდერძის ეს შეეძლო ზუსტად რომ იმიტომ რომ იცოდა იმას ჯეროდა და სიყვარულით აკეთებდა რასაც აკეთებდა აი ეს არის ალბათ ყველა საქმეში მთავარი რომ ყველაფერი რასაც აკეთებდა აკეთო სიყვარულით სიყვარული და პლუს მე მგონი აი შეიძლება ეს იწვევდა პროგრესი იმიტომ რომ გარკვეული კანონდება და ვაჟკაცობა სჭირდება აი ამ დროს შენი სამყარო მოიტანო და შენი ატმოსფერო მოვიდა თეატრალურში გოდერძი ყველასთვის უცნობი არც ეხლა როგორც არის ტენდენცია თეატრალურში ყველა რაღაცა ოჯახებიდან მოდიან ხო მოვიდა ფაში გაზრდილი ადამიანი რაღაც თვითნაბადი ნიჭი მოვიდა და ხო უცბად ყველა გზა დაარღვია ყველა კლიშე დაარღვია აბსოლუტურად და შექმნა რაღაცა თავისი პოეტიკა მოიტანა განსხვავებული და ალბათ ეს იყო მაგრამ უკვე ჩვენ რა ვზივართ და აი ეს ემოციურად ამაზე ვსჯელობ ალბათ ეს უკვე ლუსი კინოკრიტიკოსი იყო კინოშოუზე ფერდავით ლუკას ახალგაზრდობისას სამწუხაროდ და მარები არ ვიცი მაგრამ სულაზერიც და მინდა რომ ჩავიწერო და ერთი ის იყო ზუსტად გოგის და ბაღარიას და როდიჩი ახალგაზრდა კრიტიკოსი რომელიც თუ გამოდიოდა და არ ვიცი ყველა ფილმს თუ არც და კრიტიკებდა ძალიან ეს ალბათ იმათი პრობლემა ხო აი რაღაც იყო ესეთი და მართლაც ეს ბიჭი გამოვიდა ლუკას ახალგაზრდაზე და იმათქვა რომ აი სამოთხის ბიჭები ძალიან დიდი ის მოხდა სამოთხის ბიჭებმა და ეს მახსოვს რომ თქვა ამ კრიტიკოსმა აიო კარგი რო აიღო და კარგი რო წავისვა ხო აი ესე გადაუსმებო კარაქსო და გასწორებული აი ესეთი ფილმია რაღაც ოფსიანულებს შეკრული რაღაც სტილური აი ლუკას ახალგაზრდაზე რაღაც დააკრიტიკა და აი შეიძლება მიფიქრია გოდერძის სცენარები თუ შეუძლია იმუკადა და მაგაზე ხო და ვერავინ ვერ დაინახე ვინ შეიძლება და იმიტომ რომ ეს რაღაცა ერთიანია. და შემდეგ გაჩვდა იცი ამან აი რატო ამიშნე ამ კრიტიკოსზე. თქვა რომ აი ჩვენ რამდენი სამნაყე იგზობი გამოვიდა ეს გამყიდვები ეწყობოდა მე ფილმის ჩვენების შემდეგ ფესტივალზე და რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ ხა ზოგს მოწონს ზოგს არ მოწონს უჩოხელი თუ აი სხვადასხვა კაცათი წოდები. რაც არ უნდა ვილაპარაკოთ აი გოდერძე ჩოხელმა შექმნა თავისი კინო. ისევე როგორ ჩამოწავა იქ კინოში ეს არის ძალიან შეიძლება იმიტომ რომ იცით რა აი კადრებს რო უყურებ უკვე იცი რომ ეს არის ჩოხელი ესე თქვა და ეს არის უდიდესი ის რომ ამას სოფლიოში შეესაბამება აკავშირებო მოგონის ცოტა სხვა ესთეტიკა მაინც მაგრამ
აი ის ხალხურობაში ძიება ხო აი რაღაცნაირად კულტურისთან ვავლებ ხოლმე პარალელებს. რა კარგი რაღაცაა მოდერნის რომ არი პანჭება, არც საზოგადოებას აწოდებს, აი ნაღდია და ეს არის. შეიძლება აი ეს ის ადამიანებში ვის მართლა იმიხდება და არ უნდა რომ თავის თავი გამოაჩინოს და იმალება თავის ნაწარმოებში. არის ესეთი კატეგორია რეჟისორები ძალიან ბევრია და აი ეს არის ძალიან პირდაპირ თქვენ სწორად ბრძანეთ. მაგრამ აი ალალოკაცია და ლაპარაკობს ისე გახსნათ რომ რასაც განიცდის და მოაქვს რა ეს მაყურებელი და ეს არის გამოჩვენა. პატრიარქი უწოდებდა მოდერნის ფილმებს ნამდვილ ცხოვრებას. მაინტერესებს ის მაგიდებელი შემოქმედება. არის ის დამოკიდებულება ფილმებთან მაინტერესებს და ახლა გისმენთ. აი ადამიანთან ეს მაინც ჩვენ ვერ კიდევ გიჭერს გოდერძი ჩოხელთან. ახლა ტრიალებთ გოდერძის გარშემო. და გოდერძი ჩოხელი მაინც აქეთ რჩება. მივად გარკვეულ წერტილამდე და მე თვითონ რაღაცა გვაშინებს. იმ კარების შეგებ და სადაც გოდერძის შემოქმედება ეცადა. ჩვენ მაინც ზედაპირზე ტივტივ გოდერძის ჩოხელს. ალბათ გვეშინია. შესული, იმიტომ იმდანად ღრმა, იმდანად თავის თავადია, იმდანად არავის მზავსია და მათო გოდერძის მზავსია. ხო და ძალიან რთულია და ჩვენ მაინც აი ხო ვახერხებთ, მაგრამ ყველას თავისი ბილიკი გვაქვს, მისასვლელი გოდერძის ჩოხელთან, ყველას თავისი გზა და ძალიან მინდა რომ მე მაინც გავბედოთ და შევაღოთ ის კარები, რასაც გოდერძის სამყაროა. ის ძალიან ბევრი თქმელია და ბევრ სახარს გვეთქვის კიდევ. ისეთივეა რთული საკითხავია, როგორც ვაჟას. გვერის მჭამე. რაც მეც კითხულობ გოდერძის ჩოხელს, უფრო ნაკლები იცი მის შესახებ. ისე შევახარ საკუთარ შემოქმედებაში, გონია რომ რაღაც მომენტში შენი თქვა, რაღაცა შენი სათქმელი თქვა, მე იკარგები ამ რაღაც დიდ სივრცეში. და აღარ იცი კონკრეტულად რა თქვა. მე თქვენ თუ დავაკვირდებით, როგორ ქმნის ლიტერატურულ გმირს გოდერძის ჩოხელი. არაფერს თიხა აქვს ჩვეულებრივი მიწის, აი აღებული იღებს თიხას. და თქვენ თვალწინ ძერწავს ლიტერატურულ გმირს, არა? კი, რამდენი ადამიანის დადისო, რამდენი მოთხრობა დადისო, აი და ლიტერატურულ გმირს თქვენ თვალწინ ჩვენ დაიხლა კინოს ყველა გმირი ლიტერატურული გმირი ჩვენს თვალწინ იზერწებოდა და ხასიათი ყალიბდებოდა გმირის ხასიათი მე ეხსენებოდა. ჩვენ თვითონ გოდერძი გამის საშუალებას გაძლევს. შენ არ გეგეჭავს, სამზარეულო მასალას გოდერძი არ გაძლევს. ის შენ თვითონ გაიძულებს იფიქროთ ეს. ამ თვითონ ყველა ლიტერატურული გმირს, ყველა არის შემოქმედება მოთხრობა. მარტო ეს კი არა, მარტო ადამიანის ძალაზე კი არ მასალა. ინა ბაკურცი ხელსურია ეგ. ნებისმიერ გინდათ აი სულ 60 კრიტერიუმი, ნებისმიერი ფილმი აიღე გოდერძის ჩოხელი. არსად არ იმოვეთ გოდერძის ჩოხელი, არა. ყველგან თავის თავადია დამოუკიდებელი. ხო, რა ისეთი და რა ისეთი კიდე აშენებო რაღაც იმედით გავსევს და რწმენით გავსევს. აი მეგონი ჩვენ მიმატიანია ის ქართველების ილია ჯაჯაუძის უგუნებით ხშირად კითხულობთ, აი გოდერძი არის ასე კარგად მოქმედებს ქართველ ადამიანზე, საქართველოს ბუნებაზე და აი ხასიათზე. როგორც ვაჟა იყო და მე მგონი კიდე არაერთხელ მე ქართულ კაცს მომავალ თაობას კიდე წინების ისე აღმოჩენა და რა ვიცი. იცით რა არის ხო აი სიმას მიკროფონი კამერის როგორც მოავალებენ და აი გოდერძი ჩვენთან რომ იყო ახლოს ხო ახლოს როდესაც არის. რაღაც ახლონდა თითქოს ვერ აი რომ წავიდა ხო პროსფანერად შემოქმედება. რა მინუსად ხარ. გოდერძის ჩოხელი არ იყო წოთის სოფელის გზა. თვითონ გოდერძი მაინდა წოთის სოფელი. აი გზა და წოთის სოფელი. თვითონ აიდა წოთის სოფელი. მე მაინც ვერ თვითონ წოთის სოფელი გავუჭერდა და ამოდაება ჩვენ ვინა ვართ რომ გოდერძის ჩოხელს ასე იოლად. ხო. ამიტომ არის ალბათ რომ აი საფიქროს რო არა იგივე აი დავხეთ კინოს ხო შეგეწყვეტინა. კინოს თუ ლიტერატურაზე თქვენ ბრძანეთ რომ არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა და რაღაცნაირად ეს რამ განაპირობა ბატონმა ტარინმა ბრძანა რომ სიღრმისეულია და გვიჭირ შესვლა თუ მაინც იმან განაპირობა რომ ჩვენი თანამედროვეა და ვერ ხედავთ როგორც ვერ დაინახეს დავშოთ ვაჟა და თუნდაც იგივე დიდი რეჟისორები. ანუ დროის საკითხი გონიათ ეს მაინც ის და ისე. და ალბათ ჩვენ უნდა თითოეული ადამიანი აი უნდა მივიდეს იქამდე რომ გაიგოს ეს შემოქმედება ალბათ ბოლომდე აი რომ გაიაზრო თავიდან ბოლომდე ალბათ რაღაცა მაინც უნდა განიცადოთ ცოტათი მაინც
რაღაცა პროცენტით მაინც რომ ჩაწვდეთ ბოლოს. ცხოვრებაზე უნდა დაფიქრდეთ. საერთოდ სიტუაციაზე რომ მეორე თუ კი შენ როგორ გითხარი რაღაც კითხვები გიშდება და აი ამ კითხვებზე პასუხს ეძებს სხვაგან, ანუ უცხოელ ავტორებში ეძებ და გონია რომ აი კიპოვი იმას მიადნებ რაც შენ სულ სჭირდება და რაღაც ამ დროს აქ ეს ისაა საგანძური და ამაში არ იხედები, იმიტომ რომ მაინც მოქმედებს რა ეს ის რაღაცა ჩვენია და რაღაცა ამ დროს აქ არის ის რაღაცა მოუწურავი მარაგი რაც შეიძლება მართლა დაგეხმაროს ცხოვრებაში და რაღაცებს მიგდებით. ყველაფერთან უნდა დავინახოთ უფრო მეტი უნდა გავიგოთ. უბრალოდ აი ალბათ უფრო აფიშირებაც ჩვენი ვარია ალბათ რომ რაღაცნაირად მოხდეს, იმიტომ რომ თუ არ ვილაპარაკეთ ამაზე, უბრალოდ ვიღაცა ვინც არ იცის სად ეძებოს ეს მარგალიტები უბრალოდ ვერ მოძებნის და არ ეცოდინება. უბრალოდ რაღაცა ვექტორი მიცე, რაღაც მიმართულება მიცე ადამიანს, რომ აი აქ ეძებოს და თუ მოძებნის აუცილებლად ძალიან ბევრი რამეს იპოვებს. ეხლა რას ვამბობთ, აი ყველა ვისაც კალამთან რაიმე ურთიერთობა აქვს. ყველას აქვს თავისი საიდუმლო. გამორიცხულია მწერალმა თავისი საიდუმლო გაგემხრა, ძალიან გაგეხსნა. იმას თავისი გარკვეული ინტრიგას დებს თავის საიდუმლოში და ეს ჩვენის თავის სახელელი ამის გამოცემა. იმან ძალიან კარგად იცით რაც ახლა იქ სადაც აი ფაქტობრივად რაც შემდეგ ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. ამიტომ არის დიდი პრობლემა შენ დავფიქრი როგორ არაჩვეულებრივად შეიძლება არც ახლა ინვესტიციის ვისაც ანიმაციასთან აქვს შეხება. აი რაღაც საზიარო ყვავი, როგორი არაჩვეულებრივი იქნება ნახატში ეს გაკეთებული. აი ძალიან კარგი მასალა და ხოშიც არის გასვიფია, რომ აი ანიმაციაში ეკრა დაუშვათ, რამდენად საინტერესო. და იცი საოცარია, აი როდესაც ლაპარაკია აი საუბარი არის რუსეთში რამე კინოზე გადაცემას და აი სცენარები არ არის, თემები არ არის, ნუ სოციალური თემები უკვე მოგწვიდა, მე მგონი ყველა მიცია, ხო, ახალგაზრდები უფრო უყურებენ აი ამ იმაზე ნარკომანიაზე და რაღაც ეს სოციალური თემებზე უკვე აი აღარ შეგვიძლია ის ყურება და არ არის თემები ის სცენარი არ არის. აი ამ ბოლო წლებში აი რადიკალისტი წარადგინა და ბუბახოვია ორჯერ წარადგინეს ვარდისფერი კაცი. ეს არის პატარა მოთხრობა, მაგრამ ის ვიდებით ძალიან კარგი სცენარია პროდუქციის დასაწყისად. აი ეს ვარდისფერი კაცი არ მიიღო არც ერთ მე არ ვიცი იმ კომისიაში ვინ არიან. სულ სხვადასხვა ხალხს იწვევენ. და აი წარმოიდგინე ამით შეიძლება გაკეთდეს შედევრი. ეხლა ეს ამერიკაში ეს არ არის მარტო ჩემი აზრი, ამას ამბობს ბევრი გიზები კინო. ისე მე სულ მაინტერესებდა აი თქვენ გითხავთ, როდესმე თუ ყოფილა შეთავაზება უცხოელი რეჟისორებისთვის მოდელების თუ ქონია ისეთი ხო აი სცენარი რო ვინმესთვის შეთავაზებია. სცენარი არ შეუთავაზებია. ფესტივალზე არის ფესტივალზე წასული და ნახა აზარქი რეჟისორის ფილმი კაცი, რომელსაც ნაძვია მოვიდა გოდერძის წერილი ნაძვებს. და შემდეგ გოდერძი საიდან რა ყაზახებს საკმაოდ განვითარებული განვითარების კინო, იმიტომ რომ დიდ ფულს დებდა იმ კინოში და ეს იყო 90-იანი წლების ბოლოს და შემდეგ გოდერძი მუთხა რომ აი საიდან ეს ჩემი სცენარია, უთხრა ჩემი მოთხრობაა და ეს როგორ გააკეთეთ რომ მე არ ვიცოდი ამის შესახებ და ნუ ის მიხვდა ეს რასთანაც იყო დაკავშირებული მეჩივრად და გოგონის და უთხრა რომ მე ერთად ქართულმა კაცმა მომიყვაო ეს ამბავი და ქონდა ფილმი გაკეთებული. აი არ გადის ეს გოდერძის სცენარები, თორე შეიძლება ხო ერთ-ერთი პირველი თარგმანი სწორედ წერილი ნახევს, რომელიც მოსკოვში გამოიცა. ფედერაციული არის ასეთი და ის საკმაოდ რთული საფრთხეებიც არის გოდერძი. კი, რთული საფრთხეებია. და იცი რაიმონი გამგიდეს ვარდისფერი კაცი. ვარდისფერი კაცი გამჭა გოდერძის საუბნელი ოსტება. არის ეს ხედავდა იუსტად იცოდა რა უნდა გადაეღო და გადაждებოდა ეს ყველაფერი ვის უნდა ეთამა. ჩაშვებული ძილს ეს რაც გამოწოს, უბრალოდ ვერ
აღარ დააფინანსეს და აქ იცი როგორია, აი გეტყვით ეს ვიზუალურად რომ წარმოიდგინოთ, აი მოდის არის შავ-თეთრი სოფელი, ეს როდესაც უყებოდა ამას და დილი მაცის, კაფე მაცის არის მუყამაც და ამათ იმიტომ უნდა სანამ ახსოვთ ეს ეს შავ-თეთრი სოფელია და მოდის ეს კაცი ეს რაჯვარი კაცი ამას უკუნა რომელსაც მოაქვს ფერები, საღებავები და ღებავე ქალები ძაფებს და ეს სოფელი ხდება ფერადი. წარმოიდგინეთ ბანებზე გამოფენილი, მაგრამ როდესაც ამბობდა ვახუშტი სჭირდებოდა საკმაოდ დიდი თანხა ის მცირე თანხით იღებდა ფილმებს და ამას სჭირდებოდა დიდი თანხა, იმიტომ ისე არ გამოვიდოდა, ეხლა ეს ძალიან ისეთი ფილმი უნდა ყოფილიყო, აი ბევრი სჭირდებოდა ხა მასალა, სოფლის აშენება უნდა, ანუ თვითონ როგორც ხედავდა ესეთ სოფელი უნდა აშენებულიყო ფილმებში. და აი ამას მოაქვს ეს ძაფები და ეს ლამაზდება სოფელი ნელ-ნელა და ეს არის აი მიწიერი სამოთხე ხდება. და თვითონ აი ადამიანებს შორის დამოკიდებულება რაღაც ეს ამბოს უკუნა როგორ უღებავს ამ ძაფებს იქ რაღაც ამბები ვითარდება რაღაც. და შემდეგ ის წყალში არიან წასული ამ ქალების ქმრები და ესეთი რომ ჩაგუდიან რაღაც იეჭვიანებენ ამ კაცებს რაღაც ესეთი ამბავია და მე რეკლამე ბანდის გაჩერება რაღაც ამკაც ბინადრში დაწიდება. ნუ რაღაც სცენარი ცოტა სხვანაირად ისე ეს არის ისე განსხვავებულ ადამიანს რომ არიღებს სოფელს. არიღებს სუთი სოფელი განსხვავებულ ადამიანს და ყოველთვის ბომბი მაინც უნდა და ის გაულამაზა ცხოვრება ამას და არ მიიღო მაინც ამ სუთი სოფელმა. და მოკლეს, ნუ ხდება ეს კაცი დინარეში ჩააგდეს და გარდაიქმნა. ნუ ეხლა ზუსტად სცენარი როგორ გქონდა შეგეძლო და როგორ გააკეთებდა ეს აღარ მახსოვს ეხლა ირაკის ამ სცენარი. და აი წარმოიდგინეთ ეხლა დღესაც რომ გადაიღო ესეთი ფილმი. დღესაც რომ გადაიღო. აი რატო არის ეს ფილმი მიუღებელი? აი მე მაინტერესებს რატოა მიუღებელი? აი ამას არ იღებდნენ. არ ვიცი ეხლა ვინ გადაიღოს, როგორ შეიძლება მართლა მოგახოთი რამე გადაიღოს და როცა ვერ გადაიღოს, მაგრამ სამუდრო ვოლონტერების ქართული ბიუჯეტი ფილმები გადაიღეს. და აი ამ სცენას რაღაცა არის, ეხლა მოიარაზე ლაპარაკი რომ ზაქარი. ვინმეს პროგრამას ყოველდღე გავმახვილებ აი სცენარზე, როდესაც ადამიანები სიკვდილს კლავენ. საერთოდ ასეთი კითხვა ისმის ხალხში, რომ სიკვდილის გეშინია და არავინ არ კითხულობს იმას, ჩემი აზრით სიკვდილი ჩვენ არ გვეშინია, ჩვენ სიკვდილი გვიყვარს. იმიტომ რომ ვერდებით ადამიანები და მივდივართ სიკვდილისკენ. ვიღაცამ რომ მოკვლას, ანუ სიკვდილთან ისევ ახლოს ვართ. აქ ადამიანებთან სიკვდილი, ანუ ჩემი აზრით სიკვდილი და სიცოცხლე ერთმანეთის გვერდით არის ადამიანის შინაგან სულში საერთოდ. და აი აქ სიკვდილი ხო გამოთავისუფლდა ადამიანებისგან და გამოვიდა ხალხში. მაგრამ ადამიანებმა ვერ აიტანეს ის, რომ აი მის სულში რაღაცა ეს ადგილი დაცარიელდა და სიკვდილი გამოვიდა მისგან და მოკლეს, რომ ისევ თავის თავში დაბრუნებულიყო. ჩემი აზრით რა ვიცი, ასეთი შეგება არის. მე იდეა თუ ყოფილი საერთოდ მისი შემოქმედება რომ აი ვერ ვახერხებ მუნჯილები პირდაპირ ჩვენ ცოდავთ როცა მე ვერც აღმოჩენია როგორ უნდა გაიგრიბო და რაღაცა გაიგო. ხო, აი დამბილავისთანაც რა ხო. მაგრამ შეიძლება ემოცია გამოტვა, აი გასახარებაზე ითქვა, გასახარება ფილმზე აი ვისაც არ აქვს ნახე ძალიან ვთქვით, რომ ნახოთ, იმიტომ რომ სამწუხარო ტელევიზიები არ აჩვენებენ ამის იმისაზე, რომ ხარისხი არ არის და მაგიტომა და ის უჩვენებს საპატრიარქოს ტელევიზიას. აი თქვენ ეს გასახარებაზე რომ ეს არის ყოველად უაზრო ფილმი, რა თქმა უნდა, ყოველად უაზრო. საერთოდ არის მარიო ბუნება, აი ნინია კაკაბაძე და არის მარიო ბუნება, მარიო ბუნება არის. და პატრიოტული ფილმია. როცა პროვინციელი მწერალია, რატო გიგვეს რა? ხო. ეს პატრიოტული პატრიოტიზმი გრამი არის.
პატრიოტიზმი და მე რა იყო იცით აი ეს ფილმი როდესაც ცნობილი ხო დამოკიდებული ყველაზე ცუდი რაც მაშინ მოხდა იყო ის რომ ფილმი ჯერ არ იყო ეკრანებზე გახსნილი მაყურებელს არ ენახა და მინიაც საკაბაზე ამ ფილმის საკუთარი ინტერპრეტაცია შექმნა არა შეიძლება რაღაც კი არა ხო და აი რა არის იცით ეს ფილმი მინდა აი ახალგაზრდა ნახონ იმიტომ რომ ჩვენ როდესაც უჩვენეთ ეს ფილმი სტუდიაში ნახავთ ეს ძალიან ბევრი ვერბუნას მოსული და მე ეს იყო ესეთი შემთხვევა რომ ღამის 2 საათი იყო და დაურეკეს გოდერძის რომ 2:30 თუ რაღაც ესე რომ თუ შეგიძლია ღამე წარმოვიდგინე შუაღამისას რომ მოხვიდე საპატრიარქოშიო და ეს ფილმი დაჩვენო და გოდერძი იქაც წავიყო აი ღამე შუაღამისას და ნახეს ეს ფილმი და იქ მე სამწუხაროდ არ ვიყავი კინოსტუდიაში ჩვენებაზე და ისიც როგორი ვერმონასბერგი იყო აი ძალიან ჩაკეტილი ისინი აი საერთოდ რო კინოს არ ნახულობენ საფარადან იყვნენ და რაღაც ისეთები აი არ უყურებენ კინოს ეს უწმინდესის კუთხევა იყო და იმიტომ უყურეს და ერთ-ერთი მონაზონი მოვიდა კამერიდან ასაკილები და მითხრა რომ იცით რა არისო აიო ივან ვერგაბებას აჯანყებთ თქვა თავისი აზრი და აი საერთოდ ფილმები რომ მე საერთობაში როდესაც ცხოვრობდიო აი მინახავსო და იცი ანუ აზრს ვერ ვიგებო აი ჩვენი ფილმებიც სამწუხაროდ ქართული ფილმები ანაზრი ვერ გამომაქვს ბოლოს ფინალი სადარი და როგორ დავდება ან საერთოდ აზია გადაღებული ვერ ვიგებ ან არის უიმედო ფილმი ან აი რაღაც უმეტესობა ესე ამიცდა და ისიც აქ რომ მე აი მონაზონი მხელა იმედი დავინახე იმიტომ რომ აი ეს ხარი გუნდება ლუკას ტრემონტის ხარი ხო ის მიკოდა და ესე უნდა რომ ლუკარო აი არავშარო ვიცხოვებდო ვიმუშავებდო და აზდედაყავს ახლა აღაზბებია მაგრამ აი მხელა იმედი დავინახეო აი როგორც აი უფლის იმედი რომ აქვს რომ ხოლმე უფალზე ვართო ჩვენ დამოკიდებული რა ესეთი იმედი დავინახე როგორ შეიძლება რომ ლაზური იყოს ესეთი ფილმი არის ლუკა მახარებლის სიმბოლო და სტრაგული რაღაც აი ზოგადად თვითონ ეს საპატრიარქი და ეს ფერმონატორი ძალიან კინოსტუდიაში მაშინ შეიყო ანუ მარტი ეს ყველაფერი თავის ხალხში ატარებდა ამ ყველაფერს აი ეს ყველაფერი შემოვიდა ძალიან ბევრი სტილოს აბსურდის რაღაცა ისეთი რაღაცებია ყველაფერი არის არ თქვია ნოვატორები ისა რა თავის წინ შემოვიდა მომხდარა გამოსახულობის თვალსაზრისით ძალიან საინტერესო ეს ვერ განსაკუთრებული შეკითხვა რა არის სიცოცხლე და რა არის სიკვდილი ხო ეს არის ორი კითხვა რომელზეც მთელი კაცობრიობა ეძებს პასუხს ამას საუბრების მანძილზე და გოდერძი იხსენებდა რომ ეხლა საფუძვლად მიყვებოდა დედას როცა წერდა ამ რომანს აი ეს პერიოდი იყო და არიცოდა როგორ დაესრულებინა დედაო წინ მიდიოდაო და ეს ჩრდილი დედის გამხდარი გარეული მხრების ჩრდილი მიუძღოდა წინ და ლანძს უყურებდიო და უცებ ვიპოვე და ეს დაუგდია ცელი და დაეშვა თურმე ქვევით სოფლისკენ ჩოხისკენ და საწყალი ლელა მოგრუნებულად არ აიპოვე და ვიპოვე და დაასრულა რომანი რა არის სიცოცხლე ადამიანად ყოფნის კბილის ერთა რა არის სიკვდილი ადამიანად არ ყოფნის ერთა ეს სიტყვები გოდერძის საფრანგეთს აი ასე მოხდა იაში ხმის გოდერძი ან რაკეთებული ვერბალი ყველა ქართველმა იცის მაგრამ აი კარგია შეიძლება თვითონ გოდერძის შემოქმედებაც ხო და თვითონ ნაწარმოებებიც და აი რაღაც სიტყვა რაღაცა მიჭირდება. ალბათ კიდე რაღაც ბევრი გასაცდელი უნდა გავიაროთ, რომ რაღაც ამბები ალბათ. აი თუნდაც ის აღდგომა, როდესაც იწყება, მე ვარ ქართველი, მე ვარ გოდერძი ჩოხტელი, ქართველი. მე ხა წავიდა სამყაროში, რომელსაც ქვია საიქიო.
ეს არის 90 წელს ხალხი მე სულ ამას ვამბობ აი ყველას რომ სრულიად მაშინ ბავშვი იყო გუთელი ჩუქეთქაც ამ თაობას ბავშვებს ეძახით ამ თაობის ბავშვი და თან კომუნისტური ცხოვრება და ეხლა ნუ საშიში იყო ხო ამაზე ლაპარაკი და ესეთი განაცხადა თავისუფლებაზე და აგიყო საიქიოში აი ამას ამბობს რა ეხლა რამხელა თავისუფლება უნდა გქონდეს ადამიანს მართლა რომ ეს თქვა აი ესე პირდაპირ თქვა განაცხადა არ ვიცი აი იმ დროში თამცა ჩარჩოებში ვიყავით და მაშინ როცა ჩვენ მიჩვეული ვიყავით რომ სცენარი აუცილებლად უნდა კრიტიკული წერილი უნდა დაგვეწერა ესე უნდა გველაპარაკა იმ ეპოქა იმ დროზე აუცილებლად მე რომ უნდა გველაპარაკა იმ რეჟისორის საერთოდ შემოქმედებაზე მე რომ უნდა გველაპარაკა კონკრეტულად ფილმზე რაც ხშირ შემთხვევაში თხრობით შემოიფარგლებოდა ხოლმე და ანალიზი ძალიან ცოტა იყო ხოლმე იქ და ეხლა ყველა აი ამ რაღაცა გრაფებს ეპოქაზე როგორ უნდა გელაპარაკა, როცა ეს იყო ძალიან განზოგადებული და მაშინ მთელ კაცობრიობაზე უნდა გესაუბრა, რომ დაგეწერა გოდერძიზე. რეჟისორზე რომ გელაპარაკა, ვერ ამოიწურებოდი ერთი ფილმით. აქაც ძალიან განზოგადებული რთული იყო, აი გოდერძიზე ალბათ იმიტომაც არავინ არ ლაპარაკობდა, რომ არავის არ ქონდა არა, რთულია, იცი, აი ძალიან რთულია, რომ შენ მასზე ილაპარაკო. იმიტომ რომ შემთხვევაში აკადემიის სოლიოსაც საკუთარ თავზე იღებს, აი თუ რაღაც ის იცხოვდა რომ აი თავისი ცხოვრება საერთოდ ძალადობას ვერ გქონდა ცხოვრებაშიც იბრძოდა და მეორე დანიელი ძალიან სწორად რომ ის თავისი შემოქმედებითაც და თავისი ცხოვრებითაც იყო რეჟისორის უზრუნველყოფის ძალადობის წინააღმდეგ მებრძოლი და თავის თავში ატარებდა იმის ისევე, რასაც ახლა ადამიანური ღირსებები ქვია. და უდიდესი იყო ახლა რაღაცის ძალიან რთული იყო ტარება და სხვადასხვა აი ამ ფილმში რომ იყო ახლა ის დაცვა ხო და დაცვეულება რომ დაგვიგონდა დედამიწას არის ოჯახს ნომერი პირველი დარდი და აი ამაზე გააკრიტიკეს გოგერცი ძალიან სხვადასხვა წერილთა კავშირში და უთხრეს რომ აი რატო ეს დარდი ახლა საქართველოს თავისუფლებაზეა ლაპარაკი და პატრიოტი არ ახარო შეიძლება ის იყო განეს სოფლიო ადამიანია იმიტომ წერილობიდან არც უნდა გაგეკვირდეს არა რა ვიცი ახლა წერილებს უნდა ესმოდეთ და ანუ ზუსტად რო თქვა აი რამდენად ესე იგი წინ უსწრებდა იმას რომ საქართველოს თავისუფლებაზე იყო ამ დამოუკიდებლობაზე ლაპარაკი და გოდერძი გაუკვირდა ეს კრიტიკა იმიტომ რომ იცი რა ის წინ ხედავდა ალბათ ყველა შემოქმედი ხედავს ესე წინ ხო ძალიან წინ ხედება ყველა მოზრუნდა შემოქმედი ალბათ და ის ხედავდა რომ თუ არ იქნებოდა დედამიწა და თუ განადგურდებოდა ყველაფერი რომ მე რომ ყველაფერს დამოუკიდებლობაზე იყო ლაპარაკი და აი ამაზე ქონდა ძალიან და არა მარტო საქართველოსზე აქვს საუბარი ეს არის არა ეს ზოგადია და მაგაზე გააკრიტიკეს ხო რატო არ თქვიო რომ საქართველოს თავისუფლება აი თითქოს არაფერი აი ხო განშტოებული იყო დარდები რომ ხალხიშვილებს აღარ აჩენენ რაღაც აი როგორი ზოგად საკაცობრიო დარდებია ის გაჟღერებული ეს არ არის რაღაც ქართულ საქართველოს ჩარჩოში მოქცეული შემოქმედის განაცხადი ეს არის რაღაც სოფლიო ადამიანის განაცხადი ალბათ მე ესე ხედავ ყოველთვის აი იგივე ის ადგილზე და ქაუში ჯურის ეს ჩემი ბებია. ანუ სოფლიოს დაცვა ეს არ იყო მარტო საქართველოს და მარტო დედამიწის ეს მთელ სოფლიოში სხვადასხვა ეხლა გასვლა გერმანია დღეს იყო სტუდენტური ფესტივალი იმართება მოგეხსენებათ და დღეს იყო 2 საათზე ანიმაციური ჩემი სფერო მაინც ანიმაცია და ანიმაციური ფილმების ჩვენება და იქ იყო გერმანული სკოლა წარმოდგენილი და ისეთი არაჩვეულებრივი ფილმი იყო ბებია ზის სკამზე და ჩამოვარდება სახურავიდან ქვა და ეს ბებია ქვას იღებს და დაცარიელებულია სოფელი და შვილია როგორც ჩანს იყიდებს ბებიას ესე ზურგზე და მიდის მზე ანათებს მთებს მიღმა და იმის მთები უნდა რომ გადალახოს და ხედავს იქ დასახლებულ სოფელს და ბებია კვდება და ეს ხელიდან ის ქვა უარდება ისეთი დღეს რაღაცნაირი ის იყო თითქოს
გაუხარშლიდა ერთმანეთს, ხო? დღეს მთელი დღე ვფიქრობდი რაღაცნაირად აი სიკვდილზე და იქაც ეს თემა უცბად რაღაცნაირად ამოტივტივდა და არაჩვეულებრივი ფილმი